ახალი წესები აფართოებს კოსმოსის ათვისების შესახებ 1967 წლის საერთაშორისო შეთანხმებას. ეს არის გარე სივრცის ხელშეკრულება კოსმოსური სივრცის, მათ შორის მთვარის და სხვა ციურ სხეულებზე რესურსების მოპოვების და გამოყენების პრინციპების შესახებ. NASA-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი არტემისის შეთანხმება, Artemis Accords, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას მთვარეზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით საერთო სტანდარტების აღიარებაზე. კერძოდ, დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნებისა და კომპანიების ქცევას კოსმოსსა და მთვარეზე. სააგენტო ელოდება, რომ სხვა ქვეყნები დაამტკიცებენ დოკუმენტს და ყველა ერთნაირი პირობებით აითვისებს სატელიტს. ხელშეკრულებას, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სამართლის საფუძველია, თავდაპირველად ხელი მოაწერეს რუსეთის გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობებმა 1967 წლის იანვარში. დღეს მას 100-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. არტემისის შეთანხმება კი 10 პუნქტს მოიცავს. შეთანხმება მოკავშირე სახელმწიფოებსა და კომპანიებს ავალდებულებს გაასაჯაროონ ინფორმაცია მთვარის შესწავლასთან დაკავშირებით გეგმებისა და პოლიტიკის შესახებ. საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით აწარმოონ. გამოიყენონ ღია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ერთმანეთთან თავსებადი სისტემები და ექსტრემალურ სიტუაციებში პარტნიორებს დახმარება აღმოუჩინონ. შეთანხმება პარტნიორ ქვეყნებს თავაზობს უსაფრთხო ზონების დაწესებას მთვარეზე მომავალი ბაზების ირგვლივ, რათა თავიდან აიცილონ ახლოს მომუშავე სხვა ქვეყნისა თუ კომპანიის მისიის გამო გარკვეული ხარვეზების წარმოქმნა. დოკუმენტში კოსმიურ სხეულებზე რესურსების მოპოვებას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კოსმოსის შესწავლისთვის. მაგალითად, რომ შეძლონ საწვავის წარმოება ადგილზევე, იმის ნაცვლად, რომ იგი დედამიწიდან წაიღონ. არტემისის შეთანხმება ამბობს, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და უტილიზაცია გამოყენება უნდა მოხდეს უკვე არსებული კოსმოსის შეთანხმების საფუძველზე. საუბარია იმაზეც, რომ გარე სივრცე მთვარისა და სხვა ციური სხეულების ჩათვლით არ ექვემდებარება რომელიმე ქვეყნის მიერ მითვისებას სუვერენიტეტის მოთხოვნით, მოხდება ეს ოკუპაციის თუ სხვა გზით. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.